ახლა მე მოგიყვები ისტორიას, რომელიც დარწმუნებული ვარ, რომ არ იცოდი. მე-14 საუკუნის დასაწყისი კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული პერიოდია. მას შემდეგ, რაც დასრულდა ეგრეთ წოდებული შუა საუკუნეების თბილი პერიოდი, დედამიწაზე მცირე გამყინვარება დაიწყო. 1327 წლისთვის, როდესაც ევროპაში 100 წლიანი ომი მძლავრობდა, ბუნება უკვე კარგ ხნის განმავლობაში უცხადებდა ომს ადამიანს. ატმოსფერული ცირკულაციის ცვლილებამ გამოიწვია ის, რომ მყინვარებმა წინ წამოიწიეს. ოკეანის წყლის დონემ მყინვარების ზრდის ხარჯზე დაიწია, ხოლო სანაპიროებზე კატასტროფული შტორმები გახშირდა. თუმცა ყველაზე საშინელი შედეგი არა ყინული, არამედ დიდი შიმშილობა აღმოჩნდა. კლიმატის მკვეთრმა გაცივებამ და გადაუღებელმა წვიმებმა ევროპასა და აზიაში სოფლის მეურნეობა გაანადგურა. მოსავალი ლპებოდა პირდაპირ მინდვრებში. როდესაც პირუტყვი დაიხოცა და მარცვლეულის მარაგი ამოიწურა, ფასები პურზე 300%-ით გაიზარდა. სწორედ ამ პერიოდის ისტორიებში ჩნდება შუა საუკუნეების ყველაზე დიდი ტაბუ კანიბალიზმი. ისტორიული წყაროები, მაგალითად ირლანდიური და ბრიტანული ისტორიები, შემაძრწუნებელ ამბებს გვიყვებიან. შიმშილით სასოწარკვეთილი მშობლები ხშირად ტოვებდნენ შვილებს ტყეში. სწორედ აქედან იღებს სათავეს ზღაპარი ჰენზელი და გრეტელი. არსებობს ცნობები, რომ შიმშილისგან ჭკუიდან გადასული ადამიანები საფლავებიდან გვამებს იღებდნენ გამოსაკვებად. ისტორიული ცნობების მიხედვით ციხეებში პატიმრები ერთმანეთს ჭამდნენ, რადგან მათთვის საკვები აღარავის ჰქონდა. იმდროინდელი მწერლები აღწერდნენ, რომ ადამიანებს თვალებში მგლისმიერი შიმშილი უჩნდებოდათ, რაც ყოველგვარ მორალურ ბარიერს შლიდა. რა ხდებოდა ამ დროს საქართველოში და კავკასიაში? საქართველოში, სადაც გიორგი მეხუთე ბრწყინვალე ქვეყნის აღმშენებლობას ცდილობდა, კლიმატის ცვლილება სხვანაირად აისახა. კავკასიონის მყინვარების ზრდამ მაღალმთიანი რეგიონები მოწყვიტა გარე სამყაროს. ხეობებში, სადაც ვაზი და ხორბალი ხარობდა, სიცივემ მოსავალი შეამცირა. თუმცა საქართველოსთვის ყველაზე დიდი დარტყმა იყო შავი ჭირი, რომელიც 1340-იან წლებში შემოვიდა. აცივებით გამოწვეულმა შიმშილობამ ხალხის იმუნიტეტი ისე დაასუსტა, რომ ეპიდემიამ მოსახლეობის თითქმის ნახევარი იმსხვერპლა. ქართულ ისტორიულ წყაროებში კანიბალიზმის მასობრივი შემთხვევები ისე მკაფიოდ არ არის აღწერილი, როგორც ევროპულში. თუმცა დიდი სიძვირე და პურის ნაკლებობა მრავალჯერაა ნახსენები, რაც იმ პერიოდის უმძიმეს სოციალურ ფონზე მიუთითებს. სანამ ხმელეთზე ადამიანები შიმშილს ებრძოდნენ, ზღვისპირა ქალაქებს წყალი ემუქრებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ოკეანის ზოგადმა დონემ მცირედით დაიწია, შტორმული მოქცევები გახდა უფრო აგრესიული. 1362 წელს ჩრდილოეთ ზღვაზე მომხდარმა დიდმა დახრჩობამ ათასობით სოფელი წაშალა რუკებიდან. საქართველოში კი შავი ზღვის სანაპიროების დაჭაობებამ მალარიის გავრცელებას შეუწყო ხელი, რამაც დასავლეთ საქართველოს დაბლობები საუკუნეების განმავლობაში სახიფათო ზონად აქცია. მე-14 საუკუნის კლიმატური კატასტროფა იყო შეხსენება იმისა, თუ რამდენად დამოკიდებულია ცივილიზაცია გარემო პირობებზე. შიმშილმა, კანიბალიზმმა და ეპიდემიებმა საძირკველი გამოაცალეს ფეოდალურ სამყაროს. ამ ქაოსიდან დაიბადა სრულიად ახალი ევროპა და ახალი საქართველო. უფრო ნაწამები, მაგრამ ადაპტაციის უნარის მქონე.